მოგესალმებით. ეს არის განაცემა მილენიალი, მე კი ნუკრი შოშიაშვილი გახლავართ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ვიდეო და თემაც რაც შეეხება, თემა გვექნება უშუალოდ აი ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობის და ახალი რეალობის გარკვეულწილად და ანალიზი. ამ საკითხზე სასაუბროთ მოვიწვიე ძველი მეგობარი, ესე ვთქვათ, უკვე არაერთხელ სტუმარი ჩვენთან, პაატა გურგენიძე. გამარჯობა პაატა. გამარჯობა ნუკრი. სხვათა შორის, როდესაც შენ იყავი რადიო სივრცეებში, ვაკა გორგილაძესთან, იქ ისაუბრე ბნელ გამართლებას, გონე ეგრე ქვია, ხო? ბნელ გამართლებაზე. მე გადავხედე ამ ბნელ გამართლებას, დამაინტერესა ძალიან. და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა აღმოაჩინე. და ამ პარადიგმით მე გასაგები გახდა მასკს რა უნდა, ტრამპს რა უნდა. პრინციპში აქ თავარი დებულება რა შემდგომარეობს მათი ხედვით, რომ არსებობს დაპირისპირება ცივილიზაციასა და დემოკრატიას შორის. ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში. ნუ ბევრი დებულება აქვს, რა თქმა უნდა, ამ კონცეფცია აქ არა ჩამოყალიბებული ერთიანი რაღაცა იდეოლოგია, სრულფასოვანი იდეოლოგია ამაზე და ვერც ფილოსოფიას ვერ დავარქმევთ, მაგრამ იქ ორი ძირითადი მიმართულება აქვს, რომ აქამდე ეს გამართლობის იდეები იყო უნივერსალისტური და ეხლა ეგრე არ უნდა იყოსო, უნივერსალისტური. ეგ გამართლობის იდეები ჩვენთვის უნდა იყოსო, ეს ერთი მიმართულება ესაა და მეორე მიმართულება არის ის, რომ აი ეხანდელი მასები, ეს მასები, მემარცხენე მასები, ეგალიტარიზმით რაღაცა ორიენტირებული მასები, კულტურა, ცივილიზაციას ებრძვიან და მართლა მათ ხელში რომ გადავიდეს ძალაუფლება, მაგალითად კულტურის გაუქმება იქნება თუ სხვადასხვა ესეთი მოძრაობები. გვახსოვს კულტურის გაუქმების მოძრაობა და კიდე სხვადასხვა ესეთი. აი ეს როდესაც ძეგლების დაანტრევა დაიწყეს, კოლუმბის ძეგლის დაანტრევა დაიწყეს, კრიტიკული რასობრივი თეორიები და რაღაც. ხო, აი ეს ამ ხალხს რომ მივცეთ საშუალება ცივილიზაციას გაანადგურებს. ამიტომ საჭიროა ესეთი ტიპი, უფრო ავტოკრატია, უფრო ესეთი ძლიერი, რომელიც დემოკრატიული პრინციპებით კი მოვა. მაგრამ შემდეგ შეცვლის და მაგალითად დაიწყო საუბარი უკვე ტრამპაც განაცხადა მესამე ვადაზე ვფიქრობო, რაც პრინციპში იმ შეზღუდვების რაღაცა გადალახვის ცდილობა რაც აქამდე იყო დემოკრატიაში, ამერიკულ დემოკრატიაში და საუბრობარი უფრო ხანგრძლივ მართლობის სისტემების ჩამოყალიბებას. და ამას მიესალმებიან. მოკლედ ესე ვთქვათ, ახალი ავტორიტარიზმის ესე ვთქვათ იდეოლოგიური საფუძვლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ეს. რამდენად ეთანხმები ზოგადად რაში აკრიტიკებ ამ დებულებებს ზოგადად და ეთანხმები თუ არა რომ რაღაცა დემოკრატია ეხლა შეიძლება დემოკრატია ამ შემთხვევაში მასების მართლობა თუ ესე ავიღებ, საფრთხეს უქმნის ცივილიზაციას. დემოკრატია ესეთი სიტყვა რა, ვის ჯერა მოდი მას თქვათ აი დემოკრატიის ლიბერალური დემოკრატია. ჩვენ ვეძახით ლიბერალური დემოკრატია. ვის არ ჯერა? ნუ მე არ მჯერა რა თქმა უნდა, რომ ეს არის დემოკრატია. მაგრამ ის რასაც ბნელი განმანათლებლობა ესე გვეუბნება, ამის გაანალიზება ერთი მხრივ ხო საინტერესოა, მეორე მხრივ ცოტა ძნელია, იმიტომ რომ იმდენად აბსურდული იდეაა. პრინციპში თვითონ ამ ცივილიზაციის სიკვდილის ერთ-ერთი ნიშანია და არც მოეთხოვება იმას, რომ ამ წყობრი იყოს ან რამე რეალურ გზას უჩვენებდეს ვინმეს. ეს არის ანუ სიკვდილის ნათქვამი რაღაცა ბოდვა. მოდი, აი შენ როგორ გაიგე ჯერ ეგ ვითხარი რა არის? ეხლა როგორ ვითარდებოდა ჩემი აზრით თვითონ ეს დასავლური ცივილიზაცია, ესეთი ის რასაც ანტიცივილიზაციას თუ რაღაც ცივილიზაციასთან ბრძოლას ახლა შეიძლება თქვი ძეგლებს რო ყრიდნენ. ხო ეს ცივილიზაციასთან ბრძოლა იყო, ეს რასიზმთან ბრძოლა იყო. თუ ამ რასისტულ კაპიტალისტურ ლიბერალურ წყობას რომელიც გამოირჩეოდა
ადამიანის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი დანაშაულებით, რომელიც ეხაც მიმდინარეობს, ამას დაარქმევ ცივილიზაციას, ანუ დადებით დადებით აურით მოიცავ ამას. მაშინ შეიძლება ილაპარაკო ამ ცივილიზაციაზე, მაგრამ რა ვიცი, ამის უარყოფად შეიძლება ცივილიზაციად განიხილო, ხო? ნუ ცივილიზაციას თუ ზოგადად კულტურას დაარქვე. ეხლა მე უფრო ჰუმანისტური კულტურის მომხრე ვარ, ვიდრე იმ კაცჭამების მომხრე, რასაც დასავლური კაპიტალიზმი ქვია, რასაც მე ცივილიზაციას უძახიან თვითონ. მე-18 საუკუნის შემდეგ რაც შეიქმნა ეს დასავლური ასე ვთქვათ კაპიტალისტური სამყარო, ანუ ფაქტობრივად ბრიტანეთის იმპერია არის კაპიტალიზმი. რაც შექმნეს ბრიტანეთის იმპერია, ეს იყო საშინელება კაცობრიობისთვის. ასეთი რაოდენობით ადამიანი არც ერთ ისტორიის, არც ერთ პერიოდში არ გაუწყვეტია, აი რაღაც დავარქვათ წყალით ცივილიზაციას, ანუ იმ კულტურულ ნორმებს, რომელიც დომინანტად გადაიქცა, არ გაუწყვეტია ასეთი კაცთმოძული არ ყოფილა არც ერთი ცივილიზაცია. ეს იყო არა მარტო რასიზმი, რასიზმის ბევრნაირი ფორმა ჰქონდა. მეორდები ხოლმე, მაგრამ პირველი რასისტული თეორია, რაც ინგლისელებმა მოიგონეს, ეს ზანგების წინააღმდეგ კი არ იყო, ეს იყო ირლანდიელების წინააღმდეგ და თვითონ ის იდეალი თვითონ პირველი რასისტები ვინ იყო? ლიბერალები იყვნენ, ხო? და იდეალი მათთვის იყო ირანი და ირანის გამოცდილება იმპერიის მშენებლობაში. შემდეგ ირანელები გადაიქცნენ მეორე ხარისხოვან ხალხად, ეხაც უყურებენ ისე როგორც არაცივილიზებულ ჭუჭყიან რასას. თვითონ ძალიან დიდი დამსახურება აქვს კაცობრიობის წინაშე. მაგრამ აი სანამ მე ბნელ განმანათლებელობაზე მივვალთ, ჩვენი თაობის რაზეც მე მიფიქრია, იმას გაგიზიარებ, ეხლა მე ფილოსოფოსი არ ვარ, მაგრამ ერთ-ორ შეფასებას მივცემ აი იმ იდეოლოგიურ პროცესებს, რაც ვითარდებოდა ჩემს დასრულობის პერიოდში. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ დავიწყეთ, ესე იგი, ეროვნული მოძრაობა, ყველას თავი გვეგონა მაშინ მეც და ჩემ მეგობრებსაც, რომ ლიბერალები ვიყავით, ეს ლიბერალიზმი კარგი რაღაცა გვეგონა, ეს დემოკრატიასთან ვაკავშირებდით ამას. და ეს 90-იან წლებია და მაშინ უკვე არის პოსტმოდერნისტული პერიოდი, მაგრამ ჩვენ ვიწყებდით მაშინ აზროვნებას იმ ტერმინებით, რაც დასავლური სამყარო აზროვნებდა და ნელ-ნელა მოვიდა ჩვენამდე, რომ თურმე პოსტმოდერნიზმამდე არსებობდა მოდერნიზმი, პირადად ხო მე გავიგე რა იყო სტრუქტურალიზმი და როგორი იყო ასე ვთქვათ ცოდნისადმი დამოკიდებულება დასავლური ფილოსოფიაში და დავინახე ერთი პატარა ესე იგი ნახტომი იყო სტრუქტურალიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე, ანუ მარქსისტები სტრუქტურალისტები იყვნენ და ამ დროს ანუ ეპისტემოლოგიურად, ეპისტემოლოგია ესე ცოდნის შესახებ, ხო? მოძღვრება რა არის ცოდნა, ამის ახსნა. მაშინ თვლიდნენ, რომ ცოდნა არის თეთრი კაცის უნივერსალური რა. უნივერსალურია. უნივერსალური, ანუ სიმართლე და ტყვილი არსებობს რა. რაც მე უკვე ჩვენ დროს ჩვენ ანუ როგორ ვთქვათ მოვაწევთ აზროვნების დროს 90-იან მერეც ეს უკვე 70-იანებს მერე მოდიოდა, მაგრამ ჩვენ გავეცანით დასავლურ ფილოსოფიას და აზროვნებას, ეს მაშინ უკვე აღარ იყო სიმართლე ესე სალსახა. ეს იყო მარტო მათი. სიმართლე იყო ფართობით, ყველას თავის სიმართლე აქვს რა.
ხო, მე ესე იგი აღარ მოყვები მის დეტალებს, სადა როგორ გავეცანი ნაშრომს, მაგრამ არის ესეთი ნაშრომი, რა არის ისტორია, ხო? შენ კარგად გეცნობ მისი ავტორიც. რა არის ისტორიის ავტორი, ახლა გვარი შეიძლება უცებ ესე ვერ გავიხსენო, არის მარქსისტი. და რა არის ისტორიაში, როცა წავიკითხე, ერთი რამე იყო ბერგზე ხო არა თუ ვიზე ამბობ. რამდენიმე საქმე ეგეთი სახელწოდების ისა და მეც ხო, ეხლა რო არ დავაბრუნოთ მაყურებელი ამ დეტალს გამოვტოვებ და თვითონ აზრზე გადავალ, მე რა დავამახსოვრდა იქიდან. ესე იგი, ისტორია არის ფაქტების ინტერპრეტაციაო, ანუ რა თქმა უნდა, ყველა ფაქტი ისტორიული ფაქტი არ არისო. ისტორიკოსები ირჩევენ ფაქტებს, მაგრამ და ეს თითქოს რაღაცა პოსტმოდერნისტულად ჟღერს, რომ ყველას თავისი მართლი ამას გავს, მაგრამ იქ ამბობს ის, რომ ეს იმას არნიშნავს, რომ ჩვენ მეცნიერული მიდგომა უნდა დავკარგოთ იმაში, რა ქვია, ისტორიაში, საერთოდ აზროვნებაში. არსებობს მეტი სიმართლე და არსებობს ნაკლები სიმართლე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ობიექტურები იყოს და რაც შეიძლება ჩვენი სიმართლე უფრო მეტი სიმართლე უნდა იყოს. ჩვენ უფრო ახლო უნდა ვიყოთ ჭეშმარიტებას. ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტებასთან ახლო უნდა იყოს. ანუ არსებობს არა ის, რომ ყველა სიმართლე თანაბრად ღირებულია. შენი ხედვაც ისეთი ღირებული, როგორც არა ბატონო, შენი ხედვა შეიძლება ჩემსაზე სულელური იყოს, ანუ უფრო შორს იდგეს სიმართლიდან. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი სიმართლე შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არ წარმოვადგენდე. ეს იყო სტრუქტურალური მიძრუკა, ეგრეთ წოდებული მეცნიერული მიდგომა რა, ცოდნისა. ცოდნა არსებობდა. არსებობდა ფაქტი. შეიძლება იმის თქმა, რომ აი ეს ნამდვილად ფაქტია. შეიძლება იმის თქმა, რომ მე უკეთესად ვიცი რაღაცა ვიდრე შენ. პოსტმოდერნისტებმა ეს მოსწეს. ეხლა ჩემ დროს შემოვიდა მაშინ სოროსის ფონდი საქართველოში, როცა მე ასე ვთქვათ, დემოკრატიის ხელშეწყობა ჩართვა გადავწყვიტე და ნენა ჩემი მეგობრებიც, ესე იგი, სოროსის ფონდთან სხვადასხვანაირად თანამშრომლობდით და სოროსი ცნობილი იყო იმით, რომ ღია საზოგადოების იდეა, ასე იგი, მისი, ასე ვთქვათ, სადროშო იდეა და თვითონ დაარქვა ფონდი ღია საზოგადოება. თქვენ მოგწონთ ღია საზოგადოება, ხშირად მაშინ დაუპატიჟებიათ ადამიანები, მაშინ სხვა არასამთავრობოებს და მეც ერთ-ერთი შეხვედრა და ვიღაცები დამპატიჟებს, კითხეს, რომ ემხრობით თუ არა ღია საზოგადოების იდეა. ესე დეტალებში არ ვიცოდი მაშინ რა იყო ეს ღია საზოგადოების იდეა. როგორ არა ვემხრობი. ყველა ეს ამოდა წაკითხული არავის არ ქონდა რა იყო ეს ღია საზოგადოების, საიდან მოდიოდა ეს ღია საზოგადოება, ეს იდეა. რაღაცა ესე მეც ესე მარტივად რა ღია, კარგი სიტყვაა ხო? აი კარები გაღი ყველასთვის ღია. შეგვიძლია რაღაცა კარჩაკეტილობას ხო ჯობია ღია საზოგადოება კარგია. მე გავიგე რომ ესე იგი კარლ პოპერს დაუწერა ღია საზოგადოება და მისი მტრები დაწერა კარლ პოპერმა და ამ სოროს საკითხული ჰქონდა და ძალიან მოწონდა რა და ამიტომ დაარქვა თავის ფონდს ღია საზოგადოება. ეხლა უყურე, კარლ პოპერი თავისთავად არის სტრუქტურალისტი. კარლ პოპერი როგორც ნეოლიბერალი და ეს როცა როგორც ნეოლიბერალმა ისე დაწერა რა. კარლ პოპერი ერთ-ერთი ნეოლიბერალი იყო რა, პირველი ეს ამერიკული ნეოლიბერალიზმის ესე იგი აი ამ ნეოლიბერალ გუნდში შედიოდა. ხო და როდესაც ეს დაწერა ღია საზოგადოება, რა თქმა უნდა, თავისი ნეოლიბერალიზმით კარლ პოპერს კი არა, ამ ეკონომისტებს, ვინც ფუნდამენტი ჩაუყარა, იმათ არ იცნობდნენ. მაშინ ნეოლიბერალი არაფერს არ წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ, 40-იანების ბოლოს, 50-იანების დასაწყისში.
არა, კალპოპერი იყო ცნობილი თავისი ეპისტემოლოგიით. ანუ კალპოპერმა თქვა რა არის ცოდნა. და მან მისი ფორმა მარტივია რა და ეს სტრუქტურალისტურია ფაქტიურად რა რომ ცოდნა არის ისეთი ჰიპოთეზა რომლის უარყოფაც პრინციპში შეიძლება ანუ ცოდნა თავისთავად ჰიპოთეზა სადაც ადამიანი აზროვნებას იწყებს რაღაცა ესე იგი დაშვების შექმნით რა და მე იმ დაშვებას ადარებს რეალობას ხო ანუ ჰიპოთეზას ჩვენ ცოდნაც შეიძლება ჰიპოთეზად განიხილოთ თუ მისი უარყოფა შეიძლება ხო ის ვითარდება რა ცოდნა უფრო მეტი ცოდნა ხდება უარყოფის შემდეგ ანუ მისი დაზუსტება ხდება რა მაგრამ ის რაც რის უარყოფს პრინციპში შეუძლებელია ის არ არის ცოდნა ანუ რელიგია არ არის ცოდნა. აგის მიხედვით. რელიგია არის რწმენა რა. ღმერთს ვერ იტყვის რომ არსებობს ან არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ღმერთის ცნება ტავტოლოგიურია. შესაძლოა ის ცოდნა არ არის. ვერც უარყოფ, ვერც დაამტკიცებ რომ ღმერთი არსებობს. ანუ ცოდნა არის ის რისი უარყოფაც შეიძლება. პრინციპში რისი უარყოფაც შეიძლება. ეხლა კალპოპერი წარმოიდგინე სტრუქტურალისტია ცოდნას აღიარებს ცოდნა არსებობს მაგრამ ნეოლიბერალებმა შემოიტანეს ღია საზოგადოების ცნება ეხლა ეს ღია საზოგადოება რა იყო ღია საზოგადოება ეხლა ამის გვარიც დამოვიწყდა ვინც კალპოპერის ესე იგი შთაგონების წყარო იყო რა იყო ფილოსოფოსი რომელიც აღწერდა რა არის ჩაკეტილი საზოგადოება რა და ღია საზოგადოება აქედან წარმოიშვა ეს ჩაკეტილის საწინააღმდეგო ღია საზოგადოება და ჩაკეტილი საზოგადოება არის ის საზოგადოება რომელიც თავის კულტურაში არის ჩაკეტილი თავის კულტურაში იკეტება ანუ ეთნიური მით ან რელიგიით ან რამე სხვა ნიშნით არის ჩაკეტილი საზოგადოება ეხლა უყურე ჩაკეტილი საზოგადოება როდესაც არის ხო ყველა ჩაკეტილი საზოგადოება ჩემი აზრით საზოგადოება რა თქვა ყველა საზოგადოება რაღაც განზომილებებში არის ჩაკეტილი და ბევრი საზოგადოებისგან შედგება ადამიანის მთლიანი საზოგადოება ყველა საზოგადოებას აქვს თავისი არა ცოდნა არამედ კარგი და ცუდი. ანუ ჩემ კულტურაში, ჩემ ჩაკეტილ საზოგადოებაში კარგი და ცუდი სხვა არის და სხვა საზოგადოებაში კარგი და ცუდი სხვა არის რა. ეს უკვე არა ცოდნა, ცოდნა ხო გეუბნები კალპოპერსაც იცის რომ მეცნიერება არსებობს და ეს რა ქვია ცოდნა არის უნივერსალური. მაგრამ აი ეს რაც შეეხება იმას რა ქვია ჩაკეტილ საზოგადოებას ეს არ მოწონს არადა ეს ჩაკეტილი საზოგადოება ჩვეულებრივი ადამიანური საზოგადოების დამახასიათებელი მდგომარეობაა სადაც რომელსაც ქართული ანდაზა ნუ სადაც წახვალო ხო რომელ ქვეყანაში იმის ქუდი დაიხურეო ხო იქაური ქუდიო ანუ ყველა საზოგადოებაში კარგი და ცუდი არის თავისებური რა ანუ მორალი არ არის უნივერსალური. მორალი არის ანუ გარკვეული კულტურის საკუთრება და მისი აღწერა. ანუ თუ არსებობს ბევრი სხვადასხვა კულტურა და რაღაც ეს მულტიკულტურა და სხვადასხვა ამასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ესა ძალიან მარტივი იდიოტური იდეა იგივე ნეოლიბერალების. ახლა მულტიმრავლობითია და ამიტომ მე ვამბობ ჩვეულებრივი საზოგადოება და ყოველთვის იყო მრავლობითი კულტურები, ხო, სხვა კულტურები არსებობდა. ყველას ჰქონდა თავისი ესე იგი შეფასების სისტემა, რა არის კარგი და ცუდი. ხო და ნეოლიბერალებმა თქვეს, რომ არაო, ეს უნდა იყოს უნივერსალური, ღია საზოგადოება უნდა იყოს. გარეთ უნდა გავაღოთ პარტოთ. სინამდვილეში კარგი და ცუდი მთელ კაცობრიობისთვის ერთი არისო. არავითარი კულტურას აღარ დაუტოვეს ადგილი. აი ეს არის კულტურებთან ადგილობრივ კულტურებთან ბრძოლა დაიწყო. რეალურად. რა თქმა უნდა.
და ზუსტად მე თვითონ მოიგონეს ეს მულტიკულტურალიზმის ღირებულება, მაგრამ ეს მულტიკულტურალიზმის ვითომ და ღირებულება სინამდვილეში კულტურის იმას რა ქვია უფლებრივ აღიარებას ეწინააღმდეგებოდა. შენ აღარა გაქვს უფლება ამ ნეოლიბერალურ სამყაროში, თანამედროვე სამყაროში, რომ შენი კულტურით იამაყო. და შენ კარგი და ცუდი მიგაჩნდეს, ესე იგი, კარგ და ცუდად, არა? ლიბერალებს ამ იმპერიამ მიითვისა ეს უფლება ამ კაპიტალისტურმა იმპერიამ რა ისიც იყო რა გააზრებაც ეს ნეოლიბერალიზმი. ის რომ განესაზღვრა რა არის კარგი და ცუდი. ეხლა უყურე კალპოპერი ჯერ კიდე როცა ამ ასე ვთქვათ ჩემი აზრით არაჰუმანური იმპერიულ სინამდვილეში იდეას ვთქვათ დროშად აქცევს, ხო? ეს იმპერიალისტური იდეა, ხო, ნეოლიბერალიზმი. როდესაც ვიღაცას ესე იგი აქვს პრეტენზია, რომ ყველას შეფასებები გააუქმოს, ყველა კულტურები. და თქვას, რომ კარგი და ცუდი მარტო ერთი, რასაც მე ვიტყვი ის არის რა, კარგი და ცუდი. აღარ აქვს არანაირ საზოგადოებას, არანაირი ცალკე ღირებულების შექმნის, ესე იგი, ხო, მაგიტომაც ხშირად მოგისმენია, ხო, აი, ჩვენი ღირებულებები გეუბნებიან, ხო, იქ იმპერიის სათავეები, ჩვენი ღირებულებები, ევროპელები, ამერიკა, რაღაცა ღირებულებებით ამაყობენ, რომელიც არავინ არ იცის რა არის. მაგრამ ეს ღირებულებები საქმე იმაშია, რომ უნივერსალურია. და ამიტომ ყველაფერს იმ ღირებულებებით ამართლებენ. ეს არის საშინელი იმპერიალისტური ისა რა ქვია დოქტრინა სინამდვილეში. მაგრამ კალპოპერი ჯერ კიდე აღიარებს სიმართლეს რა. ეს არის 50-იან წლები რა, 50-იან წლები. ამგენი შესაძლოა არ არის ის 70-იან წლებში გახდებიან ეგენი პოპულარული. ეხლა ეს იდეა არსებობს რაღაცა ეს იმპერია, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს რა არის კარგი და ცუდი, მაგრამ სიმართლე ჯერ კიდე არსებობს. სუსტის ძალა არის სიმართლე. მაგრამ მოდიან უკვე იმას რა ქვია, პოსტმოდერნისტები, უკვე 80-იან წლებში და მერე ეს პოსტმოდერნისტები ამ სიმართლესაც ართმევენ ყველას. და ეს არის გლობალიზმი. სინამდვილეში. ეს ჩინური ვაჭრობა კი არ არის გლობალიზმი, რომელიც ყოველთვის იყო იმას რა ქვია, გლობალისტური და მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობდა. ეს არის გლობალიზმი, როდესაც იმპერიული ცენტრი გართმევს შენ უფლებას, რომ გქონდეს შენი შეფასება და შენი კარგი და ცუდი. და გართმევს ასევე სიმართლესაც. ანუ თუ ადრე ნორმალურ სამყაროში როდესაც ჯერ კიდე არ იყო ეს ჩაგვრის რეჟიმი გლობალიზებული არსებობდა ესე იგი უნივერსალური სიმართლე, ხო? ხო და უამრავი კულტურა რა, შეფასების უამრავი სისტემა რა არის კარგი და ცუდი. ამგენმა შეაქციეს ყველაფერი. შეფასების სისტემა გახადეს ერთი, ანუ კარგი და ცუდი მარტო უნივერსალურია და სიმართლე როგორც უნივერსალური ცნება გააუქმეს. სიმართლე თურმე ის არის, ხო, მრავლობითი რა, პლურალისტური და ის კიდე უნივერსალისტური. ანუ ეს არის აბსოლუტურად ესე იგი იმპერიული და ადამიანის ნებისმიერი დამოუკიდებლობის გამაუქმებელი ფილოსოფია. როდესაც შენ წართფეული გაქვს შენი კარგი და ცუდის შექმნის და შენი კულტურის უფლება და როდესაც შენ წართფეული გაქვს უფლება სიმართლეზე. ანუ შენ აღარც თავის დაცვა შეგიძლია და თან კარგი და ცუდიც თავს მოხვეულია. მაგრამ იმ კარგს და ცუდსაც ხო ზევიდან როგორც გეტყვიან როგორც შეგაფასებენ, უნდა დაეთანხმო, იმიტომ რომ შენი სიმართლე აღარ არსებობს. შენ რაც არ უნდა ამტკიცო, რომ მე მართალი ვარ, ბატონო.
ვერ დაუმტკიცებ რომ გეტყვენ სიმართლე არ არსებობს. სიმართლე არის მრავლობითი. ყველას თავისი შენი სიმართლე გაქვს. მოგეთ ტრამპი რომ მოდიოდა პრეზიდენტი. აი ნახე. აი ლოგიკა მაშინ როგორ იხსნება რომ აი ჰოლოკოსტში უნდა შემეცოდოს რაც მართალია უნდა ობიექტური უნდა შემეცოდოს ადამიანები, ბავშვები, ქალები და ღაზა სექტორში არ უნდა შემეცოდოს. რა თქმა უნდა. და რანაირად ხო ანუ თუ არ ვარ სოციოპატი მაშინ ორივე ერთნაირი ის არის ტრაგედია ხო ამ შემთხვევაში კი მაგრამ შენ ვერ დაუმტკიცებ ვერც ამერიკას და ვერც ევროპას რომ იქ ხდება ადამიანის უფლების დარღვევა და ეს შენი აზრია უბრალოდ თუ სიმართლე უამრავია ისე სხვა ეტაპობენ იმათ მას ჩაიხედავ ციგნებში იმათ გაზეთებში ჩაიხედავ ყველაფერი პირიქით არის ჩაგრული სიონისტები არიან თორე ის ხალხი ერთი სიონისტი თუ მოკალი ხო იმათ აქვთ უფლება თურმე რომ ათასობით მოკლან მაგრამ ვინ დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი სიონისტები ჩავიდნენ იქ ხო და დაიწყეს იქ ხალხის ხოცვა ამათ ხო არ დაუწყიათ პალესტინელებს თავდაცვის უფლება აქვთ და ერთიც უნდა მოკლან და ზუსტად უფრო მეტიც ხო იმდენივე მინიმუმ ხო აღარ ნებისმიერი სახად მოაზრობ ეტყვის რომ თუ ისინი 10 კაცს მიკლავენ მე არა მაქვს უფლება რომ 10 მოუკლავ არა ამის უფლება კი არა მიახლოებასაც ვერ ახერხებს თავისი იგი უხდავდი რომ აი თავგანწირული წინააღმდეგობას უწევს ხო პალესტინელი ხალხი აი ამ კოლონიალიზმს შურიზების სახით ხო ასობით დახოცილზე ერთ შურიზებასაც ვერ ახერხებს და იმ ერთ შურიზებას რომ მოახერხებენ ვთქვათ ხო მერე მთელი დასავლური სიმართლე ამით ამართლებს კიდე 1 მილიონი კაცის პოპულას და ასე შემდეგ ანუ შენ სიმართლე არა გაქვს შენ არა გაქვს კარგი და ცუდიც ანუ ვინ იტყვის რომ პალესტინელები არიან და ისინი რა ქვია თქო მუსულმანები არიან მართლები კი არა კარგი შეიძლება მუსულმანური რელიგია კარგი იყოს ან ქრისტიანულზე უკეთესი ან შეიძლება საერთოდ ათეიზმი ან რა ვიცი ნებისმიერ სხვა ღირებულებითი სისტემა იყოს იმაზე უკეთესი რასაც თვითონ ესე იგი გახვევენ თავს ეს შეუძლებელია მათ მოიფიქრეს ის სისტემა რელიგიის თავისუფლებას რასაც უძახიან ყველაფერი რასაც თვითონ უძახიან კარგს და ცუდს ეს უნივერსალისტური გახადეს მაგრამ თვითონ ვერ უარღვევენ თქვათ თავიანთ წესებს იგივე კარგის და ცუდის იგივე თუ გინდა ვაჭრობაში იგივე თუ გინდა ქსენოფობია აიღიან თუ გინდა რასაც თვითონ წიგნებით წინააღმდეგებოდნენ ხო მაშინ იმას უბრალოდ არ აღიარებენ შენ სიმართლეზე არ გაქვს უფლება და იმიტომ ის გადაგიკეთებს იმ რეალობას სხვანაირად აი ეს ჩემი არის სიმართლე გეუბნება ანუ როგორ გაბედა კაცო იმან ვიღაცა დეგენერატმა რომელიც ინგლისში არის ჩამოთრეული ამის ჩამოთრეულები ნაკლებად იყვნენ იქ ბევრი ბრიტანელი რა ქვია თავისი განსხვავებული სინდისი ჯერ კიდე აქვს და გადაყარეს ის ძეგლები ვინც იყვნენ კაციჭამია რასისტები რომელსაც უამრავი ხალხი ყავდათ განადგურებული ეხლა შეწარმოგიდგენია რომ ბრიტანეთის ყველაზე მოწინავე უნივერსიტეტებში რომელიც თვითონ ბრიტანეთის იგი ცნობილია ხო თავისი უნივერსიტეტები ერთ-ერთის ეზოში დღემდე დგას როდეზიის შემქმნელის ძეგლი რასისტი დეგენერატის რომელიც იყო სასიკვდილოდ ავად და რომელმაც მოაწყო გენოციდი მე სესილ როდეზის სახელი დაერქვა ამ ქვეყანას ეს უფლება ხალხის განადგურების აფრიკაში
ლიცენზიის სახით ქონდა ناقიდი იმისგან, რა ქვია, დედოფლისაგან. შეიძლება საერთოდ ეს სამეფო ან დედოფალი ან სისტემა ან ეს საერთოდ გაამართლო და ამგენ როდეს ხელი მოკიდეს და გადააგდეს წყალში და არ იყვნენ მართლები? ხო, მაგრამ მასთან ერთად მთელი რიგი ისეთი კულტურული შრეებიც სანადგურებს ისე რომ მე გამოდის ნახე შემოტრიალებული რასიზმი გამოდის რა. თეთრკანიანობა ფეხზე უნდა გაკოცოს, შავკანი ეს ისინი იყო მაშინ რა. ანუ სიამდვილეში ანტირასიზმად სხვანაირი ფაშიზმი, რასიზმი მოინდათლა რა. შავი რასიზმი მოინდათლა რა. კაიგე? ის აიყე ფილმები რა. ბოლეინი და ისინი ელიზაბეტი რო შავკანიანი არის გამოყვანილი და ზევსი რო შავკანიანი და აქილევსი რო შავკანიანია გამოყვანილი და ესე იგი რასიზმის თურმე განეიტრალება ყოფილა ესე იგი მეორე რასიზმის წახალისები. ის რომ რასიზმი შავმა რასიზმმა ჩაანაცვლა ამ ფაქტობრივი მდგომარეობა ამის უკან რაღაცა ფაქტები დგას, მაგრამ ამის განმარტება არის ჩემი აზრით საჭირო სხვანაირად. არა ისე რომ აი შე თუ რასიზმი გააკრიტიკე, ესე იგი ეს შენ ესე იგი შავ რასიზმს უჭერე ხარ ხარს რა. სინამდვილეში ის საშინელი ასე ვთქვათ ანუ როგორ ვთქვა ცინიზმი რა რაც ხალხს აღშფოთებს და მე ვიღაცები იძახიან აი ეს არის შავი რასიზმი თქვათ იგივე შეიძლება თქვი რა ვიღაცა კინოებში ჰოლივუდის კინოებში აი ამ რასიზმთან ბრძოლის სტანდარტად შემოაქვთ ის რომ რაღაცა მაგალითად ბელოსნეშკაზე როგორ ფიფქია ხო ფიფქიას როლში რომ ითამაშოს ზანგმა ეხა ეს ნორმალურია და კარგი იმაზე რა ვქია ვიღაცა თუ შავკანიანია ხო იმას მოდი არ მოვკიდოთ ხელი როდესაც იმას რა ვქია შევარდება იმაში მაღაზიაში და რაღაცას მოიპარავს საჭმელს და ეს ყოფილა თურმე იმას რა ვქია შავი რასიზმი რა ნუ ეს ეგრე არ არის სინამდვილეში ეს არის ამ რასიზმის თეთრი რასიზმის გაგრძელებაა რა და არა შავი რასიზმი სინამდვილეში ის რომ შენ იმ შავკანიანს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ პოზიტიური დისკრიმინაციით არის ეგეთ პოლიტიკა ხო რომელსაც მე ასაღებენ მე შავ რასიზმად ეს იგი პოზიტიური დისკრიმინაციით აძლევს იგი საშუალებას რომ ვიხოთ იმისა რომ შეიძლება გაუნათლებელია და ვერ ჩააბარებდა უმაღლესში მაინც ჩააბარებინო უმაღლესში შეიძლება სამსახურში ვერ მიიღებდნენ და შენ პოზიტიური დისკრიმინაციით ესე იგი მიიღო სამსახურში იმიტომ რომ გიწერია იქ რომ აი 25% რა ის უნდა გქონდეს ის რა ეს ის არის რა ქვია შავი რასიზმია ეს თვითონ არის ის თეთრი რასიზმი რომელიც ამ პოლიტკორექტულობით რეალურად ცდილობს რომ ეს სისტემა შეინარჩუნოს ის ერთი და ორი კაცის რომელიც საჩვენებლად ესე იგი შენ არ დაიჭერ ან თანამდებობაზე დანიშნავ ან რაღაცა ამით შენ იქმნის შენ ფასაც რომ ვითომ მე რასისტი არა ვარ რა თქმა უნდა იმაზე რა ქვია ტრამპი როცა ამბობდა პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ რო გამოდიოდა ეს მისასალმებელი იყო მაგრამ ამან არ შეცვალა ეს საზოგადოების რასისტული ბუნება ისე როგორც პოლიტკორექტულობამ ვერ დაფარა მაგათ რასისტული ბუნება რა თქმა უნდა არ არის საჭირო პოლიტკორექტულობა იმიტომ რომ ეს არის შენიღბვა და სისტემის შენარჩუნება ზანგების და ყველანი დანარჩენი ეს სისტემური რასიზმი არსებობს ამერიკაში. რასიზმი ის არ არის, რომ შენ იმას რა ქვია, ვიღაც ზანგის გეშინია, ვიღაც საქართველოში, ხო? ქსენოფობია, როგორც ყველა ქვეყანაში არსებობდა.
ჩინელებიც როცა პირველად გამოჩნდნენ, ჩინელებზე დიდი რეაქცია იყო რა საქართველოში. ისე როგორც ანგებზე, ისე როგორც სხვა ხალხზე. ეს ქსენოფობია სხვა არის და რასიზმი სხვა არის, კაცო. რასიზმი ეს არის სისტემის საფუძველი. დასავლური სისტემა, კაპიტალიზმის საფუძველი. მათ როცა შექმნეს კაპიტალიზმი, ეს იყო კოლონიალიზმი. კოლონიალისტური სისტემა იყო კაპიტალიზმი. ამ კოლონიალიზმის დროს განხორციელებული სისასტიკეების გასამართლებლად მოიგონეს ეს რასისტული თეორია და ეს მოარგეს ყველა თავის საჭიროებას. ჰიტლერიც რა შეგორია ის იყო რა ქვია რაღაცა გერმანელები რასისტები იყვნენ, ისეთი, მანაც გერმანელები იყვნენ, მაშინ მთელი ევროპა რასისტული იყო. და ჰიტლერი ამბობდა, რომ ჩვენ იმიტომ წავაგეთ პირველი მსოფლიო ომი, რომ ჩვენ რასისტული ჩვენი თეორია არ გქონდაო. და ბრიტანეთს გქონდაო. და მართალია რასისტები ბრიტანელები არიან და არა გერმანელები. სამდი გახდება. მე გერმანელებიც ისე როგორც ყველა რასისტები გახდნენ, რა თქმა უნდა, მათი დანაშაულები რასისტული იყო. მაგრამ დასაჯეს ისეთი რაღაცების გულისთვის, რაც თვითონაც გაკეთებული ჰქონდათ. და არა მარტო ისტორიულად წინა პერიოდში, არამედ ზუსტად მაშინ, როდესაც გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებს აკეთებდნენ გერმანიაში, სადაც შეყარეს ებრაელებიც და ბევრი სხვა ციგნებს რო ეძახი ხო მეცინება ჩვენ ციგნებს ვეძახით ზუსტად მაშინ ამერიკელებმა ასევე საკონცენტრაციო ბანაკები გააკეთეს ამერიკაში და ამერიკაში ნაკლები ის ჰქონდათ ამ ლეგიტიმაცია ამ საკონცენტრაციო ბანაკებს ვითომ გააკეთეს იმის გამო რომ იაპონიასთან ომი ჰქონდათ და იაპონელებსთვის გააკეთეს, მაგრამ იქ არავინ არ ეკითხებოდა, არავინ შენ იაპონელი ხარ, ყველა აზიელს ყრიდნენ იქ და სიკვდილამდე ამუშავებდნენ. ანუ ეს ისტორია ისეა გაყალბებული ამ გამარჯვებულების მიერ, რომ ფაქტიურად არავინ არ იცის. მე ერთ იმას ველაპარაკე, ერთ მემარცხენ ძალიან კარგ კაცს, ბრიტანელს შეფთარ იყო სახლში სტუმრად ხო და როდ დავიწყეთ ამ ფაშიზმზე და იმაზე ლაპარაკი, უბრალოდ მე გამომივიდა რომ ჰიტლერის ფაშისტები დავიცავი რა, ყოველ შემთხვევაში იმან ესე გაიგო. მოთხარ რომ თქვენ ასწავლეთ ის ბოროტება, რაც მე რის გულისთვისაც გაასამართლეთ. ის რასაც აკეთებდნენ გერმანელები თავიანთ ბანაკებში ამას აკეთებდა ორივე მხარე ვინც გაასამართლა გერმანელები თავის დროზე საკონცენტრაციო ბანაკები გაცილებით უფრო არაადამიანური ფორმით მოიგონეს ბრიტანელებმა ისეთი სისასტიკეები რაც ბრიტანულ იმაში რა ქვია ბურების წინააღმდეგ ომში გააკეთეს საკონცენტრაციო ბანაკებში, არც ერთ გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში არ გაუკეთებიათ. ქალები, ბავშვები და მოხუცები შეყარეს ერთ ტერიტორიაზე შემოავლეს ეკლიანი ბადე დააყენეს შეერაღებული მცველები და არ აძლევდნენ იმის საშუალებასაც კი რომ დამჯდარიყვნენ. არ აძლევდნენ წყალს, არ აძლევდნენ საჭმელს და ესე აიძულებდნენ, რომ აი თავიანთ ასე ვთქვათ, განავალში მომკვდარიყვნენ შიმშილით და წყურვილით. ესეთი რამე 10 საკონცენტრაციო ბანაკში გერმანელებს არ გაუკეთებიათ და ესეთი ხალხი ასამართლებდა გერმანელებს. ეხლა გერმანელების ბანაკები კიდე იყო შრომაგასწორების ბანაკები, ხო, რომელსაც გარკვეული ის რასისტული ისედო რა იდეა. მაგრამ საბჭოთა კავშირის იგივე შრომაგასწორებითი ბანაკები ჰქონდა სამხედრო კომუნიზმის დროს, ლენინის დროს. და ყველა ეს ბურჟუაზიული ეგრეთ წოდებული კლასების წარმომადგენლები შეყარეს ბანაკებში, სადაც აიძულებდნენ რა. წითელი ხმერების ბანაკები, შრომის ბანაკები რა, ეს წითელი ხმერება მოიგონა, ლენინმა მოიგონა. და ლენინისტური პარტია ასამართლებდა იმას, რა ქვია, გერმანელებს შრომაგასწორების ბანაკებისთვის.
სანამ ეს განადგურების ბანაკები გახდებოდა, გერმანულ ბანაკები და გენოციდის და ჰოლოკოსტის ბანაკები გახდა, რაც ხალხის დახოცვა დაიწყეს, ეს უკვე ომის დროს ხდება. მანამდე ეს იყო უბრალოდ შრომაგასწავლების ბანაკები და ებრაელები სხვადასხვა ამთავრებდნენ ამას, ამ ბანაკებს და იღებდნენ დიპლომის სახით Mein Kampf. თუ კარგად იშრომებდნენ. მაგრამ ეს ისტორიიდან ამოშალეს ყველაფერი. დაუბრუნდეთ, თანამედროვეობას დაუბრუნდეთ, ისტორიაში დაანწავიდეთ. აი, მაგალითს მოგიყვან, ეხლა აი, მე იმიტომ მოიყვანე, რომ კარგი და ცუდი და ცოდნა, აი ესე შეცვალეს რა. კარგი და ცუდი შეუძლია თვითონ დააწესონ, როგორც უნდათ ისე, შენ ვერ შეედავები, იმიტომ ცოდნა გაუქმებულია. ეხლა შენაც მითხარი, dark enlightenment-ი რაც არის. ხო და აი საქართველოს მაგალითზე მინდოდა მომეყვანა რა. აი მაგალითად წარმოვიდეთ აი აქციის, ეხლა რო დამარცხდნენ ეს. ამ აქციას რო გაემარჯვა და სოფლიო აყურდებოდა რომ დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს და ასე შემდეგ. პირველი რასაც იზავდნენ დაიწყებდნენ რეპრესიებს, ეს ხო ფაქტია. აი ეს ძალები სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაიწყებდნენ რეპრესიებს, ხო? დაიწყებდნენ საომარ მოქმედებებში სავარაუდოს ჩართვას და ნუ ეგზისტენციალური კრიზისი საფრთხის წინაშე ვიქნებოდით, ხო? და გამოდის რომ თუ დემოკრატია მაგათ ქვია, მაშინ უპირისპირდება ცივილიზაციას, აბა რა. აი ეს მოძრაობები უპირისპირდება ცივილიზაციას. რომელი მოძრაობები? აი ახლა ჩვენი აქციები რო დამარცხდა, აი რუსთავოძე რო იყო თვეების განმავლობაში. ხო სახალხო ხო ითქლებოდა რომ სახალხო არის. დასავლური პრესა ის იყო რა ქვია, სავსე იყო რომ აი დემოკრატიული ძალები გამოდის, ხელისუფლება ავტოკრატიზმისკენ მიდის და ასე შემდეგ. ხო ესე იყო მთლიანად. წარმოვიდეთ რომ ამ ძალებს გაემარჯვოთ. აი რა ხდებოდა? ხდებოდა ისე რომ ქვეყნის არსებობა არარსებობის საკითხი დგებოდა. და გამოდის რომ ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა რომ შეზღუდო რა რაღაცეები. და აქ მოდის წინააღმდეგობაში რაღაც მხრივ ლიბერალური დემოკრატია და ცივილიზაცია. რა თქმა უნდა მოდის. ეხლა ლიბერალური დემოკრატიის აი მე რაც ვილაპარაკე იმ გადმოსახედიდან, ხო? აი ამ ჩვენი საპროტესტო მიტინგებისთვის დამახასიათებელი რა არის? დამახასიათებელი არის ზუსტად ის, რომ მათ ვერ შეედავები. მათ აქვს თავიანთი სიმართლე, აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობისგან. ეხლა ჩემი ერთი ახლობელი ადამიანი კინამ შეიწირა მაგათმა ტელევიზიებმა. ხალი იმაში ასაკში შესული უყურებს ამ ტელევიზიებს, ამ ოპოზიციურს და თუ ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ ნეტავი ისე არ წამიყვანა ამ ქვეყნიდან, ერთხელ ესე არ გავიდე ამ იმაზე აქციებზე და ესე სამყარო იყო მისთვის ჩაკეტეს ამ ვინც უყურებდა, როგორ გამოურეცხეს ადამიანებს, ჩაკეტეს ამ სამყაროში და არ წარმოედგინა, რომ კიდე რაღაცა ხდება რა. ამის გარდა რომ ვიღაცები იქ რაღაცა ქუჩაში რამდენიმე კაცი გავასრულეს, სისულელებს იძახის. ეხლა აი ეს რომ მათ არანაირი კრიტიკა არ აქვს და ვერ შეედავები რა. იმიტომ რომ სიმართლე არ არსებობს. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს აი ის ზემოდან დაძახებული ღირებულებები, რომ ეს კარგია. და საიდან რა მოყავთ არგუმენტები? იქ ვიღაცამ თქვა, აი ის თლად ღირებული ისინი, შეფასება რომელსაც შეუძლია რა, აი თითქოს ღმერთმა ჩამოძახა, რომ აი ეს კარგია. რეალურად რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან საშიში იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენ საზოგადოებამ რაღაცნაირად მოახერხა და ძალიან წარმატებითაც. თუმცა მართლ კლასაც არ ეგონა, რომ ჩვენი საზოგადოება ასე მოინელებდა ამ კრიზისს. დავარქვათ ამას კრიზისი. არავინ არ შეუერთდა ამას და ეს მოძრაობა კვდება და ფაქტიურად მკვდარია, მაგრამ ნუ არსებობს რაღაც ინერცია და ვიღაცის ინტერესები, ვინც აგრძელებენ მოძრაობას, მაგრამ ის რომ ეს ვერაფერს ვეღარ შეცვლის და არაფერი მოძრაობაც აღარ, მე ყოველთვის ნათელია, ხო? ჩვენმა ხალხმა ეს მოინელა, ეს საშინელება
და მე ესე მგონია რომ ჩვენ ანუ ჩვენივე თავი ჩვენად გვეყოდნენ ეს გარკვეულება წილად ზუსტად მაგასთვის რომ შენ გაქვს შენი კარგი და ცუდის ქონის უფლება და ეს უფლება ჩვენ არათუ მოვიპოვეთ უბრალოდ დავიცავით რა როდესაც ვიღაცებს არ ავყევით იმის გამო რომ აი თურმე იმათ სიმართლე იქიდან მოდიოდა სადღაცები ზევიდან რაღაც უნივერსალური სიმართლე თითქოს ჩვენ არ აგვაქვს შეფასების ესე იგი ჩვენ კრიტერიუმები და ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ რა არის კარგი და როგორ ისინი ამბობენ და რიგი კარგია ის რასაც ისინი ამბობენ ხო შენ ვინახარ შენ შეფასებას ამბობ აი მე ამას ხედავდი რა აი მაშინ რა ქვია მოვლენებში ფილოსოფიურად და ხალხმა რატომ მოხდა რომ თბილისში უფრო მეტი უჭერდა მხარს ამ მოძრაობას ხო ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ მოძრაობას ისე მაგათ რა უთხარი რომ ოპოზიცია და საერთოდ ვინც ორგანიზატორები იყო რა თქმა უნდა იმათი მოტივები სულ სხვა იყო აგენტურა განსხვავებით რაშიც არწმუნებდნენ აი ამ თავიანთ მიმდევრებს ვისაც აიძულებდნენ რომ იქ რაღაცა ციხეში ჩამჯდარიყვნენ რაღაცებს აპირისპირებოდნენ და რაღაცა ცუდი რაღაცები გაეკეთებიათ თავისთავისთვის და სხვებისთვის მაგრამ მე რას ვამბობ რომ ეს კარგი და ჩვენი გავაკეთეთ და ჩვენმა კარგმა და ცუდმა გაიტანა და იმათმა გაშვერილმა ხელებმა ზევითკენ ვერაფერში ვერ დაარწმუნა და რატო იყო მეთქი ეს რომ თბილისელები უფრო რატო ემხრობოდნენ იმიტომ რომ ელიტა ინტელექტუალური ელიტა რომლის საშუალებითაც ხდება კოლონიზაცია ხო ეს ელიტა დამარცხდა და აი სოფლებში მცხოვრები დანარჩენი ქართველების საღი აზროვნების წინაშე რა იმათი კარგის და ცუდის წინაშე ამათი გაშვერილი ხელები დამარცხდა და ის იყო ჩვენი ხალხის განთავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი რა რომ მე შემიძლია შეფასება არ მაინტერესებს შენი გაშვერილი ხელი და ვინ ვისაც არ აინტერესებდა ეს გაშვერილი ხელი და არც იცოდა ეს გაშვერილი ხელი ვიზე მიუთითებდა იმან ძალიან კარგად შეაფასა ეს მოვლენები ამიტომ მთელი საქართველოს სწორად აფასებდა და ესენი აფასებდნენ გაშვერილი ხელის მიხედვით რომ არა ჩვენ არ უნდა შევაფასოთ აი ისინი რასაც ამბობენ ის არის კარგი ჩვენ გადავრჩით ჩვენმა კულტურამ გაიმარჯვა ჩვენი ინტელექტუალური ელიტა ვისაც უნდოდა რომ ეს ელიტა ყოფილიყო და ვისაც ეს ფუნქცია ჰქონდა ის დამარცხდა და შეიქმნება ახალი ინტელექტუალური ელიტა და ეს ტრანსფორმაცია ბევრს ცხოვრებას დაუმახინჯებს ეგ ნამდვილად ესეა ხო მაგრამ ხა ეგეთი ინტელექტუალური ელიტა ხო დესტრუქციულია რა რაც აქამდე არსებობს რამდენი ხო მაგას ვამბობ რომ დესტრუქციულია და დამარცხდა მეთქი და შეიცვლება რა ეს ელიტა ფიზიკურადაც შეიცვლება და თვითონ ამ ელიტის აზროვნებაც შეიცვლება და იქნებ პატივისცემ იმ ღირებულებებს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები იზიარებენ და არა ის ვიღაცებით. პატა აი ბოლოსკენ მივდივართ. და დროც აღარ გვჩება. ამიტომ ახლა შენაზეც ისაუბრე, ან საინტერესო იყო. აი შეშეჯანება რომ მოახდინოთ. მე რაღაცაც ვერ მომახერხე გადასვლა აი ამ ყველაფრიდან იმ dark enlightenment-ზე, ანუ ბნელ განმანათლებლობაზე. ეს ბნელი განმანათლებლობა რატომ არის ესე იგი ჩიხში შესulis ესე იგი ნიშანი რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის ანუ იმას კი არ ეუნება თავის ხალხს რომ აი წინ როგორ წავიდეთ ანუ თავის ბნელ ისტორიაში რომელიც ამ სიბნელეც პრინციპში აღიარებულია იმ წინსვლით რაც მერე ქონდათ ევროპელებს და მერე პროგრესი რო დაარქვეს ხო სოციალური
უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს რა. ანუ ბნელი რატო არის? ეს არის შუა საუკუნეების მმართველობის პრინციპებთან დაბრუნება, ანუ ის ავტორიტარიზმთან, ანუ მეფე ის რაღაცა ხო, რაღაცა გაგებით კი? ხო, ეს არის. ხო, და აი ეს როგორი რაღაცა არის, იცი? მომოკვდავ ადამიანს რომ უნდა რომ გაახალგაზრდავდეს. ნოსტალგია მოიწყება. ხო. რომ გაახალგაზრდავება უნდა და რა შეიძლება ბოლო რაღაცეები ავიწყდება, მაგრამ ბავშვობის დროინდელი რაღაცეები ახსოვს. ხო და იმათ ახსოვთ რომ მაგრამ ეს ფსევდორემინისცენციებია პრინციპში. დასავლეთს რაც ახსოვს თავის კულტურაში, ვითომ კარგი, სინამდვილეში საშინელება იყო ეს. ის რასაც ტრამპი იძახის რომ ამერიკა ისე დიდი გავხადოთ. ესეთი დიდი ამერიკა არ ყოფილა სინამდვილეში. როგორც ეხლა არის. რა მე-19 საუკუნის ამერიკა, მე-19 საუკუნეზე ეძახოდნენ მოოქროვილ ეპოქას. იმდენად სასტიკ მდგომარეობაში ცხოვრობდნენ ამერიკელები. ველური დასავლეთი გასაგებია. ეს სადაც იარაღის და ძალის კულტი იყო, სადაც მასობრივი გენოციდი მაშინ როდის იყო ეს დიადე 20-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს ჭამდნენ. თუ ომის დროს როცა ერთმანეთს ხოთავდნენ და სხვა. ომის შემდეგ იყო ეს სოციალური სამსახურები, სოციალური ომის შემდეგ რამდენიმე წელიწადი ხო, ალბათ 10-15 წელიწადი ამერიკაში იყო ეგალიტარული საზოგადოება. ამერიკის თანასწორობის ინდექსი მაშინ იყო ისეთივე როგორც ეხა ევროპაში არის. მაგრამ ეს თუ არის სიდიადე, ეს დამსახურება ზუსტად იმ პოლიტიკების, სოციალური პოლიტიკების და სხვათა შორის საბჭოთა კავშირის დამსახურება. საბჭოთა კავშირი ვარ ყოფილიყო კაპიტალისტური სისტემა არ იქნებოდა იძულებული რომ ახლა ისაც ვთქვათ რომ ის თანასწორობის მილიონობით ადამიანი გაიწვიეს ჯარში ეს ახალი პროლეტარიატი უკვე იყო სამხედრო გამოცდილი საშიში სისტემისთვის და ეგრე მარტივად ესე იგი როგორც აქამდე ექცეოდნენ ესე ვეღარ მოიქცეოდა ამათ და ამიტომაც რა თქმა უნდა იმება მოითხოვეს ხო ამ მეორე სოფლიო ომის შემდეგ ამ მასამ რომელიც ჯარში იყო გაწვეული მე მინდა შევახსენო საყოველთაო გაწვევა იყო მაშინ ამერიკაში მილიონობით მებრძოლი ადამიანი დაბრუნდა სახლში და ამას თავის შედეგი ქონია კი და მე რა იდეები ბატონობდა მაშინ კეინზიანიზმი ხო კეინზი იყო ფარული მარქსისტი ხო კლოზეტ მარქსისტებს რო ეძახიან არ ამბობდა რომ მარქსისტი ვარო მოკლედ ისა აი დრო უკვე მოგვეწურა მადლობა პირველ რიგში პირიქით მადლობა იმედია თქვენთვის საინტერესო იყო პატა ძალიან საინტერესო თქვება ხოლმე და ძალიან საინტერესო დეტალებს თქვება ხოლმე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ გააზიაროთ ვიდეო ეს დაგვეხმარება ჩვენ უფრო მეტ აუდიტორიამ მოვიზიდოთ უფრო მეტ სივრცეში შევიდეთ და ასევე მინდა გთხოვოთ დაწეროთ კომენტარები მადლობა ყურადღებისთვის მოვა შეხვედრამდე